მოგესალმებით ყველას. მე აქ იმიტომ ვარ, ბატონმა ლეონემ ბევრი ისაუბრა. მე არ ვიცი სად დამიბარებენ, მაგრამ ამის არ მეშინია. სადაც გინდა იქ დამიბარონ, მე ვიბრძვი საქართველოს მომავლისთვის. მთელი ცხოვრება მიუძღვენი, მთელი ჩემი შრომა ჩავდე, რომ საქართველო არ იყოს ის ქვეყანა, სადაც მხოლოდ პენსიონერებიღა დარჩებიან. იმიტომ რომ არის ტვინების გადინება, მუშახელის გადინება და დავდექით იმ პრობლემის წინაშე, რომ აქ ჩვენ აღარ გვყავს სამუშაო ძალა და სრულიად შესაძლებელია მოზღვავება მოხდეს სხვა ქვეყნებიდან. შესაბამისად შეგვექმნება დემოგრაფიული პრობლემა. მე მჯერა, რომ წარმატების მიღწევა შეიძლება და ნებისმიერი საქმის გაკეთება შეიძლება თავდაუზოგავი შრომის ფასად. ამიტომ ჩვენ უნდა შეგვეძლოს ამის გაკეთება, მით უმეტეს ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ გვაქვს ძალიან დიდი რესურსი რა. პირველი რომ ტრანზიტული ქვეყანა ვარ და შეგვიძლია განვავითაროთ სატრანსპორტო კორიდორი, მეორე აუცილებლად ტურიზმის ხარჯზე შეგვიძლია ვიცხოვროთ ძალიან კარგად და რადგან კახეთში ვართ და ვლაპარაკობთ კახეთიდან, აუცილებლად უნდა განვავითაროთ მეღვინეობა. აი ეს რაც ბატონმა ლეონმა თქვა, საერთაშორისო ფესტივალები ღვინის აბსოლუტურად უზრუნველყოფს კახეთის კეთილდღეობას და ჩვენ გვაქვს ამის პოტენციალი, ჩვენ გვაქვს ისეთი გარემო, ისეთი კლიმატი, რომ ჩვენ შეგვიძლია განსაკუთრებული ღვინო ვაწარმოოთ და აბსოლუტურად ის სახელი გავამართლოთ, რომ ჩვენ ვართ ღვინის ქვეყანა. ამაში დიდი შრომაა, რა თქმა უნდა, ჩასადები და აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ ის აქედან წასული ხალხი, აქედან გასული ტვინები, რათა მოხდეს ქვეყნის იმ რელსებზე დაყენება, რომელიც ყველას კეთილდღეობას მოუტანს. არის ესეთი სტერეოტიპი, რომ ვიღაცას გონია, რომ აი მე თუ კარგათა ვარ, რა მაწუხებს. ერთი კაცის ბედნიერება არ არსებობს. არ შეიძლება ერთი ადამიანი იყოს კარგად. ყველა უნდა იყოს კარგად და ყველა უნდა იყოს მდიდარი. აი მაშინ იქნება ქვეყანა მდიდარი და წარმატებული. მადლობა ყურადღებისთვის.